2015 წლის 5 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ. ინტერნეტ სივრცეში ახლახან გავრცელდა ეგრეთ წოდებული კლიპი თუ მხატვრული ფილმის ნაწილი, რომელიც გადაღებულია ისტორიული ჰერეთის დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე უმნიშვნელოვანესი ქართული სალოცავის, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში. სცენა დაახლოებით ასეთია: უცნობი კაცი და ქალი რაღაც განძის ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილნი, ორ კათოლიკე ბერს ჯოხის თავში ჩარტყმით გონებას დააკარგვინებენ, მათ სამოს ჩაიცვამენ და ტაძარში შევლენ. სამალავში სანუკვარ ნივთს მიაგნებენ. ქალი ნივთთან ერთად გაიქცევა, მამაკაცი კი დარჩება და შემოსულ სხვა სასულიერო პირებს კათოლიკე ბერების ჩაცმულობით აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით მოიგერიებს. ეს ყველაფერი კი ხდება ეკლესიაში და მის ცენტრალურ ადგილში, საკურთხეველში, რაც სრული უგულებელყოფაა ათასობით და ათიათასობით ადამიანის რელიგიური გრძნობისა. ამ კადრების გადამღებებმა სათამაშო მოედნად აქციეს ის სივრცე, რომელიც როგორც მართლმადიდებლებისთვის, ისე მუსლიმებისთვისაც უდიდესი თაყვანისცემის ადგილია. აქ ხომ საუკუნეებია კრძალვით, ფეხში შველნი მოდიან მორწმუნენი, რათა ცრემლით შესთხოვონ წმინდა გიორგის ღვთისწინაშე მეოხება. საქართველოს საპატრიარქო მიმართავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს ფაქტი და დროულად მიიღონ სათანადო ზომები მომხდარის გამო.